გაეროს ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი ექსპერტები საქართველოში მიმდინარე პროტესტის შესახებ განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ ქართულ ოცნებას მიიღოს კონკრეტული ზომები ძალადობის თავიდან ასაცილებლად და გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენების, წამების, არაადამიანური მოპყრობის და მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მედიის თვითნებური დაკავების ბრალდებები. რა წერია დოკუმენტში? ნინო სამყურაშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში ამ თემით გისმენინო. დოკუმენტი პირდაპირ საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში აქციებზე ადგილი ჰქონდა სისტემურ ძალადობას და წამების ფაქტებს, სწორედაც რომ ხელისუფლების მხრიდან და ეს ყველაფერი არ იყო მხოლოდ ცალკეული შემთხვევები, არამედ ეს იყო სისტემური და მას ჰქონდა ერთგვარად დავალება ხდებოდა ზემდგომი წარმომადგენლების მხრიდან, აი ასე წერია იმ განცხადებაში, რომელიც გაავრცელეს გაეროს ადამიანის უფლებების საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისმა და სადაც პირდაპირ არის და ძალიან ვრცლად არის საუბარი იმაზე, თუ რა მოხდა და რა ხდებოდა აი ამ აქციების დროს საქართველოში. პირველ რიგში საუბარი არის იმაზე, რომ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას და დასჯას. მე ჩაგიკითხავთ ძალიან მცირე ნაწილს, სადაც საუბარი არის შესაძლო წამებასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ბრალდებების მასშტაბი და პროტესტის მონაწილეებისა და შემდგომი დაკავებების მიმართ მიყენებული ზიანის სიმძიმე შესაძლოა წამებასა და სხვა სასტიკ არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას უთანაბრდებოდეს. მოკლედ გაერო პირდაპირ საუბრობს დღეს იმაზე, რომ საქართველოში აქციების დროს ადგილი ჰქონდა წამებას ხელისუფლების მხრიდან და ამასთან ერთად არ მუშაობს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რადგანაც ნებისმიერი გამოძიება, რომელიც ამ დროისთვის არის დაწყებული, მას არანაირი შედეგი არ ქონია და პირდაპირ არის მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც არის უსამართლოდ დაკავებული, მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება უნდა მოხდეს. ანუ საუბარი არის პოლიტპატიმრებზეც, გაერო პირდაპირ ალაპარაკდა იმაზე, რომ საქართველოში ყველა ეს ადამიანი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და აი ამ სისტემური დანაშაულებების გამოძიებაც უნდა მოხდეს. ჩვენ მივიღეთ ცნობები განზრახ ფიზიკური ძალადობის, მუქარის, დაშინებისა და შურისძიების შემთხვევების შესახებ, რომლებიც მიმართულია მშვიდობიანი დემონსტრანტების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ჟურნალისტების მიმართ, როგორც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების, ისე უნიფორმისა და ამოსაცნობი ნიშნების გარეშე მოქმედი პირების მხრიდან. აღნიშნული ბრალდებების მასშტაბი და პროტესტის მონაწილეებისა და შემდგომში დაკავებულების მიმართ მიყენებული ზიანის სიმძიმე შესაძლოა წამებასა და სხვა სახის სასტიკ არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას უთანაბრდებოდეს. ჩვენ მიერ მიღებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ეს ინციდენტები შესაძლოა იზოლირებული არ ყოფილიყო და მოიცავდეს ზემდგომი სუბიექტების პასუხისმგებლობას. ამ მოვლენების სიმძიმის გათვალისწინებით ველით დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, გამჭვირვალე და ეფექტიან გამოძიების ჩატარებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ყველა თვითნებურად დაკავებული უნდა გათავისუფლდეს, ხოლო ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდება, ის უნდა მიეწოდოს. და არასამთავრობო ორგანიზაციები აი ამ გაეროს განცხადების გამოქვეყნების შემდეგ პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რაზეც თავადაც საუბრობდნენ, რომ საქართველოში ადგილი აქვს ხელისუფლების მხრიდან სისტემური დანაშაულის ჩადენას და ასევე ამბობენ იმასაც, რომ ოლიგარქიული რეჟიმი ის რა მოწოდებაც აქვს გაეროს არაფერს არ გამოიძიებენ და არანაირი ამ მიმართულებით არანაირი წინსვლა არ მოხდება, თუმცა იმისი დადასტურება, რომ ადგილი ჰქონდა საქართველოში წამება სწორედ ხელისუფლების მხრიდან, რომ ეს ყველაფერი იყო სისტემური დანაშაული ჩადენილი არის სწორედ ოლიგარქიული რეჟიმის მხრიდან, ამის დადასტურება არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით იყო ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთი გამარჯვება არის დღეს იმ ადამიანების, რომლებიც უკვე ქუჩაში ამდენი დღეა დგანან. 6 სპეციალური მომხსენებელი ხელს აწერს მიმართვას საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიმართ, რომ შეწყვიტოს წამება და არაადამიანური მოპყრობა და სასტიკი მოპყრობა პროტესტის მონაწილეების მიმართ, გამოიძიოს ჩადენილი დანაშაული და მომავალშიც აღკვეთოს ამგვარი გამოვლინებები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიმართ რაიმე რეაგირება ამ წერილს
არ მოჰყვება, რასაც შემდგომში გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მხრიდან ადეკვატური რეაქცია მოყვება. ისეთი ნაბიჯები, ისეთი მოქმედებები სპეცრაზმის პოლიციელების მხრიდან, რომელიც უკვე სისტემურ წამების ფორმა მიიღო და სწორედ ამ შეფასებებს ვაკეთებთ. ჩვენ ამაზე რეაგირება ხელისუფლებას არ აქვს, სწორედ სპეციალური საკამოცებო სამსახური არის პასუხისმგებელი, რომ გამოიწვიოს ასეთი ფაქტები მიუკერძებლად და ობიექტურად, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ სავარაუდოდ მევანაშვილის რეჟიმმა მიიტაცა მართლმსაჯულების ყველა ინსტრუმენტი, იქნება ეს პროკურატურა, პოლიცია, სასამართლო, სპეციალური საკამოცებო სამსახური, სახალხო დამცველის წარმომადგენელი, უფრო თვითონ სახალხო დამცველის მხრიდან ვისმენთ ისეთ განცხადებებს, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს და ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა. ამ განცხადებაში არის საუბარი მათ შორის შესაძლო წამებაზე და არაადამიანურ მოპყრობაზე და მოხსენებლები მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ გააკეთოს ყველაფერი, ხელისუფლებას რა რეჟიმს იდეაში, რომ გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ შემდგომში დააზღვიოს, ასე ვთქვათ, ესეთი უფლების დარღვევის შემთხვევები. პოლიციის ქცევა არ იყო იზოლირებული დანაშაულები, არამედ ეს არის სისტემური, კოორდინირებული ქცევა და დანაშაული სახელმწიფოს მხრიდან. სისტემური დანაშაული ჩადენილი არის სახელმწიფოს მხრიდან. ბოლო პერიოდის განმავლობაში დემონსტრანტების მიმართ ადგილი ჰქონდა წამებას. ეს არის ის მთავარი დასკვნები, რომელზეც საუბარი არის გაეროს აი ამ ანგარიში. ამასთან ერთად იქ საუბარი არის იმაზე, რომ ყველა უკანონო დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და პოლიციის მხრიდან ძალის არაერთ შემთხვევაში გადამეტება უნდა იყოს დაუყოვნებლივ გამოძიებული. ეს არის ის მთავარი მოწოდებები, რომელიც წერია გაეროს ადამიანის უფლებების საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისის განცხადებაში და ამ დოკუმენტს ხელს აწერს ადამიანის უფლებების საკითხებში მომუშავე 6 დამოუკიდებელი ექსპერტი.